არის თუ არა თქვენზე თვალი, ახლა მოდით თვალის დიაგნოსტიკა გავაკეთოთ. თვალი იცით როგორი ენერგეტიკული პროგრამაა დაზიანების გულისხმობ. ცოტა არაუშავს, ხო? ეს იგივე რაც ტალახიან წყალში სუფთა ფეხსაცმელები შემთხვევით ჩადგა ფეხი, მიხვიდე სახში გაწმინდა თავისუფალი ხარ. ხო, ელემენტარული წმენდა ჩაიტარო, მორჩა დამთავრებული, მაგრამ არსებობს თვალი, რომელსაც თუ კი ადამიანი ინტენსიურად არღვევს მეორე ადამიანს, არღვევს. მეორე ადამიანიც მეტნაკლებად ფლობს ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით. ყველაფერს შეიძლება აბრალებდეს საკუთარ წარუმატებლობას და თუნდაც ამ დროს ესეთი თვალიანი ადამიანი ინტენსიურად სამსახურში, მეზობლად, სივრცეში არ აქვს მნიშვნელობა. ინტენსიურად თვალავდეს, ხო? აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ზუსტად ეს იყოს მიზეზი გარკვეული წარუმატებლობისა ადამიანების ცხოვრებაში, ხო? ამიტომ მოდით ერთგვარი მინი დიაგნოსტიკა გავაკეთოთ ახლა მე და თქვენ და გავიგოთ, გაქვთ თუ არა თვალი ახლა, ხო? თვალის დიაგნოსტიკა, ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ მობრძანდეთ. დავიწყეთ. ვარიანტი პირველი, ვარიანტი მეორე და ვარიანტი მესამე. ცოტით. ესეთი სამი არკანია თქვენს წინაშე. პირველი ვარიანტი იქნება წითელი იასპი. მეორე ვარიანტი იქნება ლაბრადორიტი, მესამე ვარიანტი იქნება მთის ბროლი. მოდი ახლა კარგად დააკვირდით სამივე ვარიანტს. კარგად შეიგრძენით სამივე ვარიანტი. აბა ნახეთ, შეხედეთ, დააკვირდით და ჩვენ ახლა გავიგებთ არის თუ არა თქვენზე თვალი ახლა. მაშასადამე, უცებ შევხედოთ დიაგნოსტიკის დახმარებით. ხო, სხვათა შორის ერთმა ადამიანმა მომწერა YouTube არხზე კომენტარი და ამიტომა რომ კონსულტაციის დროს აპაუზებ თო ვიდეოს, თიშავთ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ არკანებს ცვლითო. რა თქმა უნდა, ხა სულელი ადამიანი დაუბლოკე, ხო არ შეიძლება სისულელე თქვა, მაგრამ სისულელის დიაპაზონსაც ხო გააჩნია რა. ესე იგი, თურმე მე როდესაც ვთქვათ, ახაც გესმით ალბათ რომ არ ჩერდება ჩემი ტელეფონი არასოდეს, ან ზარი შემომდის, ან მესიჯი შემომდის, ან ხაც სასწრაფო პასუხი მაქვს გასაცემი, ადამიანმა ჩათვალა, თურმე მე აქ იმიტომ ვაპაუზებ, რომ მე როდესაც არკანები შევცვალო და ცოტა ვერ მივხვდი რატომ აზრს ვერ მივხვდი მისი კომენტარის. იქნებ თქვენ ჩაწვდით და ალბათ ადამიანმა იფიქრა, რომ ცუდ არკანებს ვიღებ და კარგ არკანებს ვალაგებ, რომ რაღაც ილუზიებში ჩაგაგდოთ. არ ვიცი, თქვენ როგორ ფიქრობთ, რა იგულისხმა ადამიანს. კარგით, დავიწყეთ. ვარიანტი პირველი. არის თუ არა თქვენზე თვალი ახლა? თქვენზე ამ ეტაპისთვის თვალი არ არის, შემიძლია გითხრათ. მე აქ ვუყურებ დაცულ ადამიანს, მე ვუყურებ ადამიანს, რომელმაც შესაძლებელია სულ რაღაც ახლახანს წმენდა ჩაიტარეთ ენერგეტიკული, და ახლობით იცით ხო, როგორ ჩნდება თვალი, საიდან მოდის ეს ყველაფერი და იცით როგორ გაუმკლავდეთ მას, იცით როგორ აირიდოთ ხო, შესაძლებელია სხვათა შორის რაიმე დამცავ ამულეტს ატარებდით. რაიმე ფორმულას ატარებდით, ხო, ბევრი საშუალება არსებობს იმის დღესდღეობით, რომ ადამიანმა საკუთარი თავი დაიცვას, ხომ, ენერგეტიკულად და აქ ჩანს.
ჩანს რომ ესე იგი დაცულ ადამიანს უყურებ, ადამიანს რომელმაც შესაძლოა საერთოდ არც იკეთებდეთ წმენდას, სიტყვაზე ხო არ იკეთებდეთ არანაირ ამულეტებს, მაგრამ იმდენად თვითონ უშუალოდ ენერგეტიკულად სწრაფად შეგიძლიათ რეგენერაცია, ანუ ენერგეტიკულად აღდგენა საკუთარი თავის, რომ ენერგიების, რომ აქ ყოველ შემთხვევაში ახლა მაჩვენებს, რომ ამ ეტაპისთვის არანაირი პრობლემა თქვენს ენერგოინფორმაციულ სივრცეში თვალის ნაწილში ყოველ შემთხვევაში არ არის. თუმცა ამ ყველაფერმა როგორც იტყვიან არ მოგადუნოთ, ბულკები არ მოადუნოთ, პერიოდულად წმენდები ყოველთვის საჭიროა ხოლმე, ხო? მარტო ერთ იმედად რომ ყოველთვის ასე იქნება, ეს ნამდვილად არ არის სწორი დამოკიდებულება. შევთანხმდით ხო კეთილი. მეორე ვარიანტი, ლაბრადორიტი, თქვენ გაქვთ თუ არა თვალი ახლა? თქვენ გაქვთ თუ არა თვალი ახლა? მე ასე ვიტყოდი, რომ თქვენ ახლა ამ ეტაპისთვის თვალი ნამდვილად არ გაქვთ, უფრო მეტიც თქვენ ახლა შესაძლებელია ცხოვრების არც თუ ისე მარტივ პერიოდს გადიოდეთ, მაგრამ ეს არამარტივი პერიოდი არის დაკავშირებული თქვენი რეალობის გადაწყობასთან. თქვენი რეალობა ახლა ახალ ფერებს, ახალ ფორმას, ახალი სივრცეები იშლება თქვენთვის, ახალი შესაძლებლობები. ასეთ დროს, როდესაც ასეთი ტრანსფორმაციული პროცესები დგება, ძალიან ხშირი არის ხოლმე, რომ რაღაცებთან მტკინვეულად გვიწევს განშორება, იმედების გაცრუება, თან ახლავს ხოლმე ასეთ ძლიერ გადალაგება ტრანსფორმაციის პროცესებს, ხო? იმიტომ რომ ეს ნიშნავს ხო ტრანსფორმაცია, როდესაც ძველი სურათი და ადამიანი არის ესეთი კომფორტის მოყვარული არსება, რომელსაც ძალიან არ უყვარს ცვლილებები, ძალიან არ უყვარს სტაბილური სურათიდან გამოსვლა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა შიში შეუცნობლის ყოველთვის არის და ყოველთვის არის შიში იმისა, რომ ჩვეულის სტაბილურობა დაიკარგება, თუმცა თქვენ შემთხვევაში აქ ნამდვილად ჩანს ის, რომ ახლა შეიძლება იფიქროთ, რომ თვალიც გაქვთ, მაგიური ზეგავლენაც 10-მა ჯადოქარმა ერთად მოგაჯადოთ. არა, იცოდეთ, რომ აქ ახლა ხდება რეალობის გადაწყობა. თქვენი ძველი რეალობა ირღვევა და ახალი რეალობა იქსოვება. ვლუმ. მაგრამ მოდი კიდევ ერთი ორაკული ვნახავ, არის თუ არა თქვენზე თვალი ახლა. მეორე ვარიანტი. არანაირად. მოგითხარით, ახალი, ასე ვთქვათ, პერსპექტივები, ახალი ვარიანტები, ახალი სცენარები თავისუფლდება ახლა თქვენი პირადი ზარდახშიდან, რომელიც აქამდე შესაძლებელია იყო ჩაკეტილი ჯაჭვებით, 9 კლიტულით და ახლა ხდება ბევრი საინტერესო პროცესების გამოთავისუფლება, რომელიც შეიძლება ვიმეორებ ერთი შეხედვით ძალიან გავდეს გარკვეულ ნეგატივს. ხო, როდესაც რაღაცები ესეთ შლას განიცდიან ჩვენს თვალწინ, თითქოს ვერ ვაჩერებთ ამ პროცესს და არც უნდა გააჩეროთ, იმიტომ რომ ეს პროცესები არამც თუ საჭირო, არამედ აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანმა უფრო მეტად გააფართოვოს და უფრო მეტად გაშალოს საკუთარი ცნობიერება და საკუთარი შესაძლებლობები ამ სამყაროში. ჩვენ ამისთვის ვართ მოსულები. ჩვენ ამისთვის ვიძინებთ და ამისთვის ვიღვიძებთ. იმიტომ რომ ამაშია ცხოვრების საინტერესოობა. შეცნობაში. ხო? შეცნობაში. კეთილი. მეორე ვარიანტი დაგემშვიდობებით, არინერვიულად. მესამე ვარიანტი თქვენზე არის თუ არა თვალი ახლა ამ ეტაპისთვის. ვაინ. აქ თვალი იმდენად არ არის, რამდენადაც ძალიან ჩანს შინაგანი დაღლილობა, დაძაბულობა და აქ იცით რა ჩანს ძალიან გავხართ რაღაცით მეორე ვარიანტს, ახლა გეტყვით ეს რა არის ზუსტად. არის თუ არა თვალი.
Forest. არა. არანაირი თვალი არ არის აქ. არანაირი თვალი არ არის აქ. აქ იცით რა არის? აქ არის ძალიან ინტენსიურად ძველი სცენარების რღვევა, რომელიც უკვე რომელსაც უკვე არანაირი სარგებელი თქვენს ცხოვრებაში არ მოაქვს. თუ კი თქვენს ცხოვრებაში არის ახლა აგრესიული პერიოდი, ბევრი სიბრაზეები გაქვთ, ბევრი მოწლილი ემოციები გაქვთ. შეიძლება აბსოლუტურად უეცრად აგეტიროთ, უეცრად გაგეცინოთ, უეცრად გაბრაზდეთ, ხო? მაგრამ იცოდეთ, რომ ეს ენერგეტიკულ დონეზე ძალიან დიდ ტრანსფორმაციულ პროცესებს აჩვენებს, გავხართ მეორე ვარიანტს რაღაცით, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მესამე ვარიანტი არის უფრო მეტად კოლეგები, ვინც მისმენთ, თქვენი ამბები არის. რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის ბევრი თქვენგანისთვის ინიციაცია ახალ ტრადიციაში, ახალი მიმართულებით. ახალ საფეხურზე. აქ არის ძველი შაბლონების ჩამოშლა, აქ შესაძლებელია იყოს სისტემათა ცვლილება, აქ შესაძლებელია ასევე ეგრეგორული ცვლილება, იცით ახლა რაზე გელაპარაკებით. ხო, ერთი კონკრეტული სისტემიდან გამოსვლა და მეორეში გადასვლა, ეს მიგულისხმება ეგრეგორულ ცვლილებებში. და სარგე პორტალი. ძალიან საინტერესოა. თვალი კი არ არის თქვენზე. აქ თქვენი თვალი რას მოგეკარებათ? თვალი აქ არაფერს შუაში არ არის. აქ თელს თქვენს სამუშაო პროცესს ვხედავ, მაგიურ პროცესს. როდესაც ერთი საფეხურიდან მეორეზე გადადიხართ და ეს საკმაოდ რთულად გეჩვენებათ, რა თქმა უნდა. ეს ყველა ძვალი რო ერთად იმტრევა, ესეთი შეგრძნება. მიხვდებით კოლეგები, რასაც ვსაუბრობ და რა თქმა უნდა შეიძლება არც კოლეგები არ მისმენდნენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არა კოლეგებისთვისაც გავაჟღერებ. ეს არ ვიცი ამას რა დავარქვა, მაგიური ლომკა, სანამ ახალ საფეხურზე გადახვალთ, დაახლოებით. და მით უმეტეს აქ, როდესაც არაუბრალოდ ცვლილებებია, არამედ სისტემურ დონეზე მეტის ცვლილებები, ძველიდან გამოსვლა, ახალში შესვლა, ინიციაცია, ახალ საკუთარ თავში ახალი ძალების აღმოჩენა, ეს ერთის მხრივ ძალიან სასიამოვნო პროცესია, რა თქმა უნდა, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ ძვალსა და რბილში რო ატანს ისეთი, ხო? მაგრამ მთლიანობაში ეს გზა მიდის იქამდე, რომ თქვენი ადგილი იპოვოთ. იმიტომ რომ ჯერ თქვენ არ ხართ თქვენს ადგილზე, თქვენ ჯერ კიდევ გზაში ხართ. და მესამე ვარიანტი თვალი კი არა, თქვენს ადგილს უახლოვდებით, იქ სადაც უნდა იყოთ. თქვენს ადგილს უახლოვდებით, ჯერ გზაში ხართ. სადღაც გეშინიათ, სადღაც არ იცით. მე რა ვთქვენ, თქვენს ადგილზე მიდიხართ მეთქი. ეს არის მოძრაობა საკუთარი მზისკენ. საკუთარი მთვარისკენ. საკუთარი იუპიტერისკენ. ან შესაძლოა საკუთარი სატურნისკენ. ან იქნებ მარსისკენ. მამალმა ცირიულად ამიდასტურა. თქვენ საკუთარ ძალას არ აფასებდით აქამდე.
აი იცით რა არის? აი ახლა მესამე ვარიანტი, თქვენ ვინც მე მისმენთ და მაგალითად არ ხართ მაგიურ სამყაროში, საერთოდ არ ეხებით ამ ყოფილს, რომ შემოხვედეთ საჯარო გაშლას უსმენთ. აი ხა ეს ყველაფერი არამაგიურ ენერგიებში წაიკითხეთ, რაც მე ვთქვი. ეს არის ახალ საფეხურზე გადასვლის პერიოდი. ეს არის, შესაძაც ყველაფერი ზედმეტი გშორდებათ, იმიტომ რომ თქვენს ტახტზე დაბრძანდეთ, რომელიც თქვენ გეკუთვნით. ეს არის ადგილი, რომელიც თქვენ დაიმსახურეთ. და თქვენ ამ ადგილისკენ მიდიხართ. არ არის მარტივი, არც ამ ადგილის შენარჩუნება არ არის მარტივი, მაგრამ თქვენ უკვე ახლოს ხართ. ჯერ მიდით და დანარჩენი მერე ვიმსჯელოთ. მე კი დაგემშვიდობებით. არანაირი თვალი. პატარ-პატარა თვალი ხა ეს ისეთი. მე ხა პატარ-პატარა პუჭური გათვალებს არ ვკითხულობ. მე უფრო სერიოზულ პროცესებს ვეძებდი აქ, რაც არ არის, შეგიძლიათ შვიდათ იყოთ, სამაგეროდ ბევრი საინტერესო სხვა რაღაცები აღმოვაჩინეთ აქ. ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს დიდი სიყვარულით.